შესაძლოა მართლაც ისეთი რეალობა მივიღოთ, ალბათ, რა ვიცი, სულ რამდენიმე თვეში, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდეს პატიმრობაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. რა არის მთავარი ბერკეტი, რაც დღეს ქართულ საზოგადოებას ხელში უჭირავს, ხო? ეს არის ართანამშრომლობა და არაღიარება რეჟიმის და მუდმივი წინააღმდეგობა მასთან. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ გვყავს ტიპიური კლასიკური რუსული რეჟიმი, რომელიც თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, რა ვიცი, ცემოს, აგინოს, დაიჭიროს, რა ვიცი, 1000 უბედურება გაუკეთოს, დააშანტაჟოს, მოისყიდოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინააღმდეგობის გაწევა ყველა რაღაცა მეთოდისთვის თუ ბერკეტისთვის არის უმნიშვნელოვანესი ამბავი ახლა ქართული საზოგადოებისთვის და რა მასშტაბის წინააღმდეგობასაც გასწევს ჯამში ყველანი ერთად ქართული საზოგადოება, მით უფრო მალე დასრულდება რეჟიმი. უმნიშვნელოვანესი იყო არაღიარების ნაწილი, ხო? პარლამენტში არ შესვლა, მანდატებზე უარის თქმა, დაფინანსებაზე უარის თქმა და პრინციპულად ამ პოზიციაზე დგომამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქართულ ოცნებას ხელში შერჩა ერთპარტიული პარლამენტი, რომლის აღიარებაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ბუნებრივია არავის მხრიდან არ მოხდა. ეს ნაბიჯები არის გასაგრძელებელი. იმან რომ ქუჩაში პროტესტი არ შეწყვეტილა და არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ საქართველოს სხვა ბევრ ქალაქშიც პრაქტიკულად ყოველდღე მიმდინარეობს ახლა საპროტესტო მოძრაობა. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ბოლომდე ართანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ქართული ოცნების რეჟიმთან. ხელსაც არავინ აღარ ართმევს პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია ვთქვა, ხო, ამ რეჟიმის წარმომადგენლებს და როგორ უხარია კობახიძესა და პროპაგანდას მაკრონის რაღაცა მხარზე დადებული ხელი, ესეც კარგად ვნახეთ. გზავნილები, რაც მოდის ბრიუსელიდან, არ ვიცი, სტრასბურგიდან, ევროპის დედაქალაქებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, ამ რაღაცა ურთულეს დროში, რაც ხდება თანამედროვე მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს მეგობარ აქტს, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის დოკუმენტია, ხო, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას და ეხმარება მას რეჟიმის ჩამოცილებაში რაღაცა ბევრი ბერკეტის გამოყენებით. ამ ყველაფრის შემადგენელ ნაწილად მიგვაჩნია ჩვენც მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან მაქსიმალური წინააღმდეგობის და ართანამშრომლობის ჩვენებაც. ეხლა ბუნებრივია მე არ ვაპირებ, ამის გარჩევას ლელო არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ძალიან ბევრი მეგობარია ჩემი ლელოში, ასე პერსონალური პატივის ვცემა მამუკას და ბადრის. ის იყო მათი გადაწყვეტილება, რაც გააკეთეს. და ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, წარმოუდგენელი ადამიანს უთხრა, რომ წადი პირდაპირ ციხეში, ხო? გირაოს არ გადახდა, რეალურად ნიშნავს ციხეში წასვლა ჩვენ ვიცით, თუმცა ვიღაცებმა მიიღეს ამ ტიპის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, ჩვენ ვნახეთ უკვე ოქრუაშვილის მაგალითი, დიდი შანსია, რა ვიცი, თითქმის 100% ალბათ იმისი, რომ ასევე მოექცევა რეჟიმი სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც, ვინც არ გადაიხდის გირაო, მაგრამ ეს არის მათი გადაწყვეტილება. ხო, შეგნებულად მიდიან ამ გადაწყვეტილებაზე, ალბათ არავის არ არის, ხო, კომფორტული ციხეში ყოფნა, თუმცა იმის ფონზე, როცა პატარა ბავშვები ყავს რეჟიმს დაჭერილი, ხო, ამაზეც ყველანი შეგუებულები ვართ, ბუნებრივია, ვინც ამ ბრძოლაში ვართ. ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორია ეს გადაწყვეტილება, რასაც იღებენ ჩვენი კოალიციის ლიდერები და რაც მიიღო მათ შორის სხვებმაც და გულისხმობ ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს, საკუთარი ტყავის შეგდება ბრძოლის წინახაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ამის შემადგენელი ნაწილიც არის ეს. ართანამშრომლობის ნაწილზე ალბათ არ ვიცი ჩვენ გადაცემის განმავლობაში კიდევ გვექნება საშუალება გავშალოთ ეს ამბავი, მაგრამ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაღაცა მკაფიო პოზიციის დაფიქსირება არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რაც ახლა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ხელთ და დროულად თქმა იმაზე, რომ ჩვენ თეორიულ შანსსაც კი არ უტოვებთ არავის სათქმელად იმისას, რომ ამ ხელისუფლების აღიარება რამე ფორმით მოხდება, ან მასთან თანამშრომლობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან მოხდება, დროულად და ეხლავე არის სათქმელი. რატო არის ეს საჭირო? ჩვენ ბევრს საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ჩვენი ქვეყნის რაღაცა ევროკავშირში ინტეგრაცია. პირიქით, კედლად აღიმართა და გვაცილებს ხო ევროპულ კავშირს და ოღონდ ფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რატო არის ეს ესე მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ იქ რაღაცა ჩვენს ბუნებრივ ადგილს უბრუნდებით, ჩვენი ტრადიციით, კულტურით აქ ვართ. ორ წინადადებით დავასრულებ. რა არის ხო ჩვენთვის? ის რომ რაღაცა განათლება და ჯანდაცვა მხოლოდ კი არ არის კაცო უკეთესი. ადამიანები რომ შრომობენ, ხელფასი აქვს იმდენი რომ რაღაცა თვიდან თვემდე იმას კი არ წყვიტავს, რაღაცა წამალში გადაიხადოს, ფული თუ ბავშვს ინგლისური სწავლის საფასური გადაუხადოს. ჩვენ უნდა გქონდეს შეაძლებლობა რომ გქონდეს იმ ხელა შემოსავალი, რომელიც ყველაფერს დაფარავს და ფასები იქნება დაბალი. ეს არის ევროკავშირი ჩვენთვის. ყოველდღიური მოლოდინი იმისი რომ რაღაცა რუსეთი თავს დაგვესხმება, ხო წარმოუდგენელი სიგიჟეა ხო ამ ყველაფერს ცხოვრება. სწორედ ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია არის მთავარი გარანტია იმისა, რომ ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ. ამას სპობს ბიძინა ივანიშვილი. და მოკლედ ამის წინააღმდეგ ბრძოლა
ყველაფრით და ყველა მეთოდით რა თქმა უნდა არის გამართლებული, მათ შორის იმითი, როცა შეგნებულად გირაოს არ გადახდით, მიდიხარ ციხეში. გასაგებია, ბატონ გიორგი, აი თვითმმართველობის არჩევნებს გაამახვილეთ ყურადღება და ერთს ვიკითხავ. აი მაგალითად გახარიას გუნდის შემთხვევაში რაღაცა ესე პირდაპირ და მტკიცებით ფორმაში არ ამბობენ, რომ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ აი ამბობენ, რომ რაღაცა დამოკიდებული იქნება იმ მომენტში ქვეყანაში არსებულ გარემოზე, პროცესებზე და ასე შემდეგ. აი თქვენ მაგალითად ესეთი ტიპის კატეგორიულობას აი დღეს რატომ ითხოვთ? ანუ არ გაქვთ რწმენა, რომ შესაძლოა 4 ოქტომბრამდე რამე შეიცვალოს აი ამ კუთხით? ფოტოშორის ლელოც ამბობს, რომ გიორგი უკეთესად იტყვის ახლა ბუნებრივია მათი გუნდის სათქმელს, მაგრამ მე რაც ვიცი არის ის, რომ რაღაცა პროცესები გვაჩვენებს და დღეს ამაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას, ეს არის მათი პოზიცია. ჩვენ დღის წესრიგი დღეს ხო არის ართანამშრომლობა რეჟიმთან. ხომ თავარი რა ჩვენ ეხა ქართულ საზოგადოებას ხელში გვიჭირავს არის ის, რომ არაღიარებული არის ქართული ოცნების რეჟიმი და ეს მოიტანა პირველ რიგში ართანამშრომლობამ რეჟიმთან ყველგან და ყველა დონეზე, ხო? როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შესვლა კი არა, ბუნდოვანების დატოვებაც კი ამ ნაწილში ხელს არ უწყობდეს ქართული ოცნების რეჟიმს. ანუ ბუნდოვანების დატოვებაც კი დაშვება იმისი, რომ შენ შეიძლება შეხვიდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ამ რეჟიმთან, ამ მოცემულობით, რა მოცემულობაც გვაქვს, ვფიქრობ, რომ არის მავნებლობა და ძალიან ურტყამს რა ჩვენი ქვეყნის ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ხალხის ეროვნულ ინტერესს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ამ ყველაფრით ჩანს, რომ ვიღაცები თეორიულად მაინც უშვებენ, რომ შეიძლება ითანამშრომლონ რეჟიმთან და არ ვიცი, რაღაცა მოცემული CSKOT-ი იმ ყველაფრით, პოლიტიკური პატიმრებით, იმ საშინელი რაღაცა კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ახალი არჩევნების არ დანიშნვის პირობებშიც შევიდნენ მასთან თანამშრომლობაში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. არა თუ დრო არ არის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ კაფე ოპოზიციის დაფიქსირება დააგვიანა კიდეც. ეს ეთყობა მათ შორის, იმას რა ქვია, საპროტესტო რაღაცა აქციებსაც და ასე შემდეგ. თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ახალი ტალღა გაიხსნას ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს რა კავშირშია? როგორ არის კავშირში? თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, როცა არაღიარებულ აი ერთი წამით ახლა ყველას რომ რაღაცა აი თქვენ იყავით სხვათა შორის ინიციატორი რომ რაღაცა ერთობლივი დოკუმენტის ყოფილიყო სად აი ყველას რომ ხელი მოეწერა ვიცი ლელო გახარიას ყველას რომ არ ვაპირებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რაღაცა საპროტესტო აქციაზე ეს რა გავლენას იქნება მიმეჩნია რომ ახალ მუხტს მისცემს საპროტესტო მოძრაობას ზოგადად საქართველოში პარლამენტში არ შესვლის დროსაც არსებობდნენ ადამიანები ვინც ამბობდა რომ არ შევდივართ მე რას ვაკეთებდო ხო ყველამ კარგად ნახა რომ პარლამენტში არ შესვლა დაფინანსებაზე უარის თქმამ და ბოლომდე ესე ვთქვათ მყარად პოზიციაზე დგომამ გამოიწვია ის რაც გამოიწვია ხო ძალიან ბევრი ადამიანი გულწრფელად გამოვიდა ქუჩაში მათ დაინახეს შანსი იმისი რომ ოლიგარქიული რეჟიმი მართლა მარტო რჩებოდა და მის წინააღმდეგ ბევრად უფრო გაბედულად დადგა ქართველი ერი თანაზომადი ან კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ შესვლა, რომელმაც რაღაცა ახალი ტალღა უნდა მიცეს საპროტესტო მუხტ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. თუ არა პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკოსი არ აჩვენებს წინააღმდეგობისა და ართანამშრომლობის რაღაცა მკაფიო მაგალითებს, მაშინ არ ვიცი, რიგითი ადამიანები, რომლებსაც დასაკარგი მართლა ბევრი აქვთ, ბანკის ვალის გადასახდელად მუშაობს ვიღაც საჯარო მოხელე სადღაც და ამიტომ ვერტოვებს სამსახურს იმას როგორ ვეუბნებით გამოვიდა ქუჩაში დადექიო. თან ამას ერთ თვითმმართველობის არჩევნების ერთ ნაწილში კი მარტივად დავასრულებ ბოდიშტი hidro წავიღებატყობ თან ამოცემულობაში ხო თვითმმართველობის არჩევნებში თეორიული შანსიც კი არ არის რომ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს მე კარგად ვიცი თვითმმართველობის მნიშვნელობა ამ არჩევნების ფასიც ვიცი და ზოგადად თვითმმართველობის არსიც კარგად მესმის მაგრამ აი 2021 წელს და გიორგის ემახსოვრება ძირითადი ქალაქები ჩვენ მოუგეთ ქართულ ოცნებას ხოლოდ ბათილი ბიულეტენებით მე რაც პირადად ვიცი შემიძლია თქვა ბათუმის გადატეხვა შეძლეს და ე კიდე 2021-ში და გაყალობის მასშტაბები არის 10 ჯერ 100 ჯერ უფრო გაზრდილი. კი ბატონო ერთს ვიკითხავ უბრალოდ არ თუ გინდათ რაღაც პროვოკაციულ შეკითხვას შეახსენოთ მაგრამ გიორგისთან უნდა გადავიდეთ ამიტომ ვთქვა აი რაღაცა თვითმმართველობის არჩევნებთან კაფეობის ნაწილში ლეილოსთანაც გაქვთ აი ამ კრიტიკის მიმართება და პრეტენზია? მათ შორის. კი ბატონო, გიორგი გისმენთ, მაშინ ავხსნათ საზოგადოებისთვისაც ავხსნათ, იმიტომ რომ ბატონმა გიორგიმ ბრძანა რომ სწორედ მოქალაქეების რაღაცა განწყობები. თუმცა ჯერ რომ ლელო არ შევა არჩევნებზე ამოცემულობით, ისე გულწრფელად რო გითხრათ. პირველი 21 წლის არჩევნებში მეორე ტური არა თუ დაინიშნა ბათუმში, არამედ მეორე ტურში მოუგეთ ჩვენ ქართულ ოცნებას და გახსოვთ ალბათ რომ მაშინ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ორჯერ მეტი, ვიდრე კანდიდატებს შორის სხვაობა. კი, მაგას ვამბობ, მაშინ იყო манипуляცია თქო, მაშინაც კი ჩვენ აი იმ ვითარებაში 21
წელსაც კი, მაშინ როცა ჯერ კიდე ევროპას იძახდა ბიძინა ივანიშვილი, მაშინაც კი ვერ შევძელით სამწუხაროდ ამ ყველაფრის შენარჩუნება. ხო, ეხლა რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, თქო, ამიტომაც ვამბობდი. ეხლა თქვენ ჩემზე უკეთესად ალბათ იცით, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლო ცვლილებები გამომდინარე თქვენი მიმართულებიდან, ხო, პოლიტიკურ პარტიაში და იცით, რომ ბევრად უფრო უარესი საარჩევნო ესე ვთქვათ, კანონის შეგვიქმნა, სისტემაც მათ შორის და გარემოც შეგვიქმნა ქართულმა ოცნებამ. ეს ერთი. ეხლა სხვა რამეზეა საუბარი. 7 თვით ადრე კი არა, კაცო, ძალიან მარტივად. ჩვენ თქვით, რომ არჩევნები გაყავდა პარლამენტში, არ შევდივართ. ქართული ოცნება არის რეჟიმი, მას აქვს მიტაცებული ძალაუფლება. ბუნებრივია, როცა ამას ვამბობთ და მიტაცებული აქვს მას ძალაუფლება, ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ გასვლის საკითხი ჩვენთვის მაშინადვე იყო გადაწყვეტილი. განსაკუთრებით იმ დროს, როცა ამაზე იყო საუბარი, ხო? რას ვამბობ ჩვენ? არათუ ის რომ არ გავდივართ ადგილობრივ არჩევნებზე. ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლდება პოლიტიკური პატიმრები და ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეხლა თქვენ მითხარით, ახალი საპარლამენტო არჩევნების არ დანიშნვის, ან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა ნიშნავს თუ არა ქართული ოცნების რეჟიმის რაღაცა კომფორტში ყოფნას მინიმუმ, ან აღიარებას შესაძლოა პირდაპირ. ჩვენ რო ეს განცხადებები დროულად არ გვეკეთებია, წინააღმდეგობა რო რეჟიმთან ბრძოლის არ გვეჩვენებია. არ ვიცი, არც მეგობარი აქტი გვექნებოდა, არც დიდი ბრიტანეთის სანქციები, არც საფრანგეთისა, გერმანიისა, პოლონეთისა თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თანმიმდევრულ წინააღმდეგობას, არ თანამშრომლობას, არ აღიარებას რეჟიმთან მოაქვს შედეგები, რაც უკვე არის, ხო? ჩვენ ხო ხშირად უყურებთ ხოლმე, რომ აი ქართული ოცნება ივანიშვილი ბოლომდე არ ჩამოიშალა. აბა იმათი მხრიდან შევხედოთ, რა დღეში არის დღეს ქართული ოცნება, რა კომფორტულ გარემოში არიან. 6 თვეა ქუჩაში საპროტესტო აქციები აქვს, ვერ აჩერებენ. არა, გაბრაზებული ადამიანი რა სახლში წავიდა საჭირო დროს 31 მარტსაც გამოვიდა, 9 მაისაც და 26 მაისაც გამოვა და ყველა სხვა კონკრეტულ თარიღს, როცა ამის საჭიროება გაჩნდა, თბილისში 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში გამოდის, ისევ როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში. ამ ადამიანებს რო იმედები არ გაუცრიოთ, იმისთვის რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თანმიმდევრულობა ვაჩვენოთ ჩვენს ნაბიჯებში. რატო არის იმის თქმა პრობლემა, რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ იქნება თავისუფალი, თუ ახალი სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, ხო, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებზე არავინ აპირებს გასვლას. თქვენ თქვით პროპაგანდას ხელს უწყობსო, თითქოს ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება. არ მინდოდა ამის თქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი ორი სიტყვით. მათ ეს განცხადებები ჩვენი მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევნებში არ გასვლა იმ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ღიად ითქვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ სამწუხაროდ შეთანხმება სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ამ ყველაფერზე, თორე არავინ აპირებდა, რომ ცალკე დამდგარიყო, რა ვიცი, კოალიცია ცვლილებებისთვის და ეს განცხადება გაეკეთებია. ხო, ჩვენ გვიდოდა, რომ ყველანი შევთანხმებულიყავით ამაზე, რომ თუ რაღაცები არ შესრულდება და ეს რაღაცა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო სამართლიანი არჩევნები. ამ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას. და თუ კი რამეს რეჟიმი პროპაგანდისტვის ეხლა კარგად იყენებს და ალბათ თქვენ წადევნებთ თვალს იმედს პოსტივის სხვა არხებს. იქ მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ერთის მხრივ არ თანამშრომლობაზე გვესაუბრება და მეორეს მხრივ სამწუხაროდ ჩემთვის ლელო და მათ შორის გახარია ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვისო. ეს ამ ბუნდოვანების დატოვება, ჩემი აზრით, ეხლა არის არასწორი.